რაღაცა მამისათან გადის და შვილსაც მიდისათან. ჩვენ ვაგზავნა საუბრობს საკუთრივ სამართლის ნორმებზე, კანონებზე. ჩვენ შეგახსენეთ უკვე განვიხილეთ თითოეულ დებულებები მსოფლიო დაჯგუფებების და კერძო შემთხვევაში თანამედროვე პრაქტიკაში განვიხილოთ იმ შუქზე. რამდენიმე წელი უკვე რაც ადგილსენებული ჩვენი მეოფის სრულიად კათოლიკის პატრიარქის თეათვის და ბიჭინცხოვის მიტოვის დიდი მეოფის ნაუჩენ ილიას გარდაცვალებიდან გარდაცვალებამდე წლების მან წინ უთესმა შეკრიბა საქართველოში ისინი ვის დემოგრაფიულ საკითხებს იკვლევენ და იკითხა ქართული ერის დემოგრაფიული მდგომარეობა. ყველა აღიარა რომ სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობაში ვართ. მსოფლიოში არსებული 12 ეთნიკური ჯგუფიდან ერთ-ერთი ვარ ჩვენ, ვინც არის დეპოპულაციას. ხოლო აზიის კონტინენტზე ჩვენ პირველები ვართ. ამიტყოდით ანტიეროვნულ ანტისახელმწიფოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით ვართ. და მიზეზი რა თქმა უნდა მეცნიერებთან და მკვლევარებთან ვერ დასახელდა კონკრეტულად. მაშინ უთესმა რომ მაშინ მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. როგორ მოიფიცევდა გამოაცხადა და საჯაროდ მე გავცელდა ისე სიტყვა ყოველი მესამე დაბადებული ქართული ბავშვის ნათლია იქნებოდა პატრიარქი. მაშინ უცხდება ხმას თუ არავინ არ იღებს, პრობლემას ხედავს, მაგრამ არავინ არ იძლევს გამოსავალს და თვითდინებით მიდის, თითქოს ეს ნორმა არის და თუ ვინმე ეცდება რომ სიტუაცია გამოასწოროს ნახო იპოვოს გზა და რაღაცა შესთავაზებს, აუცილებლად კრიტიკის ქარსეთში იქნება გატარებული და ასეც მოხდა ზოგიერთი ეკლესიური ადამიანის მხრიდან და კრიტიკა რომ როგორ შეიძლება ეს მოხდეს ეს არღოს კანონს ეს ისე ჩვენ უფრო მეტად განვიცილეთ დეპოპულაციას, იმიტომ რომ ერთი ადამიანის ნათლულები ერთმანეთის არიან სულიერი შვილები და მათი ქორწინება არ შეიძლება და ნამდვილად ჩათვალისწინა უდიდესმა რაღაცა ვერ გაითვალისწინა. სინამდვილეში ეს არის კრიტიკის სიყვარულის და მოსურნეთა კერძო აღარები. რადგან უთესმა თავიდანვე გამოაცხადა რომ იგი როგორც პატრიარქი მთელი ქართული ერის სულიერი მამაა. ცხადია იგულისხმება ქრისტიანები, მაგრამ ყველას თავისი ნათლი უნდა ყავდეს. ყველა ბავშვს სინათლება თავის ნათლი უნდა ყავდეს. და შემდეგ დაძინეს რომ სინოდმა განცხადება გააკეთა რომ შეწყდეს ერთი ბავშვის მრავალი ადამიანის მიერ ნათლიად დადგენა. რომელზეც ნათლის სულიერ მშობლად ითვლება მის მონათლულის და არ შეიძლება რომ ეს ბავშვს ბევრი მშობელი ყავდეს. შეიძლება დედმამა, ანუ ორი მეტი არა.
და შეიძლება დაობდა და ერთი დარჩა. რამაც გამოიწვა ასევე ხო მეორე მხრივ წინააღმდეგობა რომ ეს ისას რომ თუ არ შეიძლება რომ ორზე მეტი ნათლია იყოს, მაშინ ჩვენ გვინდა ეს ჩვენი ახლობლები ან ჩვენი მეგობრები. მაშინ ეს არგუმენტი რომ ერთი ადამიანის მონათლობლები ერთმანეთის სულიერი შვილები არიან და მათი ქორწინება შეიძლება, სწორედ მაშინ გამრავლდებოდა რომ ერთ ბავშვს რამდენიმე 3, 5, 7 ნათლი ეყოლებოდა და ესე იგი მისი ნათლის და შვილი და მისი ნათლული ერთად უკვე სულიერი და-ძმები იქნებოდნენ და მათი ქორწინება შეიძლებოდა. ეს ნამდვილად არ შეიძლებოდა და გამოდის რომ თორედ მაშინ შემცირდებოდა რაოდენობა იმ ბავშვებისა, ვისაც შეძლოთ მისი ნათლობით შესაძლებელი იქნებოდა. აი პარადოქსულია საერთოდ გაკითხეს სული, რომ რაც სასიკეთოდ არის აკრიტიკებს და რაც სიკეთის საწინააღმდეგოა, იმას დუმილით ეთანხმება იყოს. ეს არის მასიური საქმე. მე მინდა დღეს გაგახსენოთ ერთ-ერთი ნაშრომი იონე მიხელიძე ქსიფილინოსი, რომელიც მოღვაწეობდა მე-18 საუკუნეში საქართველოში, წარმოშობით ბერძენი, მაგრამ ცხოვრობდა საქართველოში, მეფე ერეკლეზოს, პატრიარქ ანტონის დროს და მან ბერძნული ტექსტებიდან თარგმნა ზუსტად ეს ნათლობის და ქორწინებების შესახებ საეკლესიო კანონების კრებული. და ეს კრებული თან ქართულად ითარგმნა თბილისის აკადემიის სემინარის სტუდენტებმა თარგმნეს და გამოიცა სადაც 90 წლების დასაწყისში. და სწორედ მინდა შემოგთავაზოთ ამ კრებულის ეს მითითება თუ როგორ არის ხორცელი ქორწინება და ხორცელი ნათესაობა და არის სული ნათესაობა, ანუ ნათლის ღებით ნათესაობა. და ეს ხალხის პროტესტი რატო შეიძლება ბევრი ნათლი სკოლა და ხშირად უკვე პრობლემად ის ამის ახსნა განმარტება არღებულობდნენ და თითქოს ეს სინოდმა ეხლა გამოიგონა რაღაც კანონებიო. არა, სინოდა კი არ სინოდა გადაწოდა აღედგინა ეს კანონები, რომელიც უსწრუნო აგრესიული ათეიზმის ბატონობის დროს საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მეზობელ ქვეყნებშიც ასე იყო, მათ შორის რუსეთს, უკრაინაში, ბელორუსიაში და სადაც კი მართლაც ეკლესია იყო იმ ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებში. იქ შეზღუდული იყო ნათლობის შესრულება, შეზღუდული იყო მღვდელი ამისი, შეზღუდული იყო მშობლები და მაშინ ვინც როგორ მოასწევდა, ისე ასრულებდა. და გზამი ეს უფალმა განაგო ეკლესიისგან თავისუფლება ამ უშულო მოდრების მიმდევართა წნეხისგან და ბორკილებისგან. და სწორედ მაშინ ეს საერთო აკადემიის სემინარის სტუდენტებმა აიღეს ეს ადრე რევოლუციამდე გამოცემული ეს წიგნი იონე ქსიფილინოსის და თან ქართულენზე თარგმნა.
ამოგითხოვთ ამ ტექსტიდან რამდენიმე ადგილს. ხო. წმინდა ნათლისღება არის საღვთო შობა და სულის განახლება, და რომელიც ამოიყვანოს ჩვილი წმინდა ემბაზიდან, ანუ მონათლოს, იქნება ის ჩვილის სულიერი მამა, აღმომქმელი, ანუ ნათლია. ხორცილ მამაზე უფრო დიდი ნათესავი იქნება და ყოველ წმინდა სულის შუამდგომლობით ნათლია იქნება თავისი ნათლულის ხორცილი მამის ძმა და ხორცილი მამა და სულიერი მამა ითვლებიან ორ თავად. ანუ ხორცილი მამა და სულიერი მამა, ანუ ნათლია შვილის, ორ თავად ითვლებიან, რას ისას, რომ მათი შვილები, ამ ხორცილი მამის მომდევნო შვილი და იმ სულიერი მამის თავის შვილი ვერ იქორწინებენ ერთმანეთთან. რატო? იმიტომ რომ მათ შორის ორი საფეხურია. ამის მამის და ნათლის მიმართ, ან პირით ნათლიდან და მამის მიმართ. თუ ნათლია შვილია მაშინ თავის მამის და ნათლულის მამის. და სულიერი ნათესაობა, ნათლისღებით ნათესაობა ითვლის 7-ზე მეტ საფეხურს. ერთმანეთში. ამიტომ უკვე აი აქ ჩანს, რომ არის გარკვეული შეზღუდვა და შეიძლება ამათი შორის ქორწინება. ხა წარმოვიდგინეთ, რომ რა მდგომარეობა იქნებოდა რამდენიმე ნათლია არის, 2-ზე მეტი, 3-4. ესენი არიან იმ ოჯახის ცოლქმრის ახლობლები, მეგობრები, ხანდახან შორეული ნათესავები და ესენი თუ 3-4-5 დაუდიო ნათლიათ, მათი შვილები ერთმანეთთან ვეღარ იქორწინებენ. ეს არეულობა საზოგადო ცნობიერებაში მოსაწესრიგებელი ხდება. ნებით უნებლიეთ, თორედ ეს ეკლესია ნორმა, კანონი, რომელიც მე-14 საუკუნის წყაროებიდან ნათარგმნია თანმე ქართულზე და არსებობდა უკვე ეს წიგნები და მოძიებული იქნა თავის დროზე მე-18 საუკუნეში და იონე ქსიფილინუსმა მაშინ ქართულად თარგმნა ეს წიგნები. და ეს იგი არ არის, ეს მოგონილი დღეს და სინოდის მიერ და სხვა კიდე წყაროები მომდინარეობს ეს და ცხადებს საზოგადოებას, რომ ეს არის უძველესი ტრადიცია და არამარტო ტრადიცია, რაც საიდუმლო. სულიერი მამა თავის მნიშვნელობით, თუ ის მართლა თავის სულიერ მისიას ასრულებს ნათლობის მიმართ, აღემატება ხორცილ მამას. კი, ხორცილთ ის არის უპირატესი, ცხადია, ეს უდავოა, არც განიხილება, მაგრამ სულიერი მამა არის, ვინც თავის ნათლობს სულით ზრდის სარწმუნოებრივად და ამზადებს საცხოვნებლად მას. ხორცილი მამა არ არის მაცხოვნებელი. სადაც თუ სარწმუნოებით არ აღზარდა შვილი, სადაც ის ვერ იქნება ის მაცხოვნებელი. როდესაც ამ სულიერ აღზრდაში მას უნდა ეხმარებოდეს ამ ბავშვის სულიერი მამა ნათლია. და რამდენი მშობელი შეიძლება ყავდეს ადამიანს. კარგად ვიცით. და
ორი მშობელი ყავს, დედა, მამა. და დანარჩენი ნათესავები არიან. და აი ამბობს სწორედ ეს წყარო. მე ვარ მამა ჩემი შვილებისა, როც მე დავბადე ხორციელად და ზოგიც სულიერად. ანუ იმ ბავშვის მშობელს და თავის შვილები ყავს, მაგრამ ყავს მონათული ბავშვები კიდე. და ზოგიც სულიერად, ანუ მომნათლე. ჩემი სულიერი და ხორციელი შვილები იცვლებიან ორთავად, ხოლო ჩემი ნათლი მამის, ანუ ნათლულის მამის სხვა შვილები, რომლებიც მე არ მომინათლავს, იცვლებიან ხორციელად მშობელი ჩემი შვილებისთვის მეოთხე თავად. ათლა იწყება ესეთი ორი შტოარი, ხო? თავიდან არის ბავშვის ხორციელი მშობელი მამა და ის ვინც ხდება ნათლია, ერთი. და მათ შორის ნათესაობითი ორთავად არის, რომ აქედან აქ და აქედან და მე აქ, ეს ორია. მაგრამ თუ მათ შვილებს უნდათ, აქ ოთხად აქედან მამამდე, მამიდან იქამდე, ესეთ თავის მამიდან ნათლია და მე და ანუ ოთხი თავი. და ასე ათლა იწყება ბოლოს მეშვიდე თავამდე. და ამას ამසომ კაცად უნდა ვიცოდეს კანონი და მერვე თავამდე არ მოვახდინოთ შეერთება, როდესაც განსრულდება მერვე თავი, გახსილი იქნება როგორც სისხლით და შვილად აყვანის ნათესაობა, ესეც აღმავდა შთამომავლობით აღიწყებაო. იგი მერვე თავამდე, ანუ 4 თაობა იყო ერთი მხრიდან, 4 თაობა მეორე მხრიდან. ჯამში 8 არის. და როდესაც ბავშვს რამდენი ნათლია, მათი შვილები, ამისი ნათლი შვილები არიან მეორე თუ მეოთხე თავად თავისი ნათლის, ანუ თავისი მამის მხრიდან, ან მშობლის მხრიდან მეოთხე თავად. და მათი ქორწინება არ შეიძლება. რატო თქვათ ვიტყვით არ შეიძლება? იმიტომ რომ ხდება აღრევა სულიერად თაობისა და ხორციელად თაობისა. და ხორციელად თაობა ბუნებითი ნათესაობაა, ხორციელად თაობა. და სულიერად თაობა ღვთის მადლის მიერი ნათესაობაა. ნათლისღების მადლის, რწმენის და საეკლესიო საიდუმლოების მადლის მიერი არის. აი ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატო საპატრიარქო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხალხის ის ცნობილი გავხდარიყო ეს უძველესი ტრადიცია და წესი და ვალდებულება ქრისტიანების. მამას თავისი გვერდის გამოვალი კიდევ მიზეზი არის, რომ შეხდება უფრო გაფართოება ახლობლების წრის სულიერი მამის და სულიერი და ხორციელი მამების დამეგობრებით მათი სანათესაო ერთმანეთს ესწავდება და შემდეგი ბავშვი თუ ინათლებოდა, მაშინ იმას უკვე თავის წრედა, ანუ ეს გაორმაგება ხდებოდა ახლობლების ნათესაობისა. და რაც უფრო მეტად დაკავშირდა ერთმანეთთან ნათესავს, ხორციელს და სულიერ ნათესავებს, ორი მხრიდან, მამის მხრიდან, დედის მხრიდან აქ და ასე ვინც მონათლა იმ ნათლის მხრიდან თავისი ოჯახის წევრებისა.
აი ეს არის თავარი მიზეზი, რატომ სინოდმა მართლებით ვთქვით გვიან, მაგრამ დროულად, რადგან როდესაც ეს მარტოხები ათეისტური რეჟიმის შესუსტა ჯერ კიდევ უჭირდა ხალხს ამ ბარიერს ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახვა, ტაძარში მოსვლა, მოდართან საუბარი და გარკვეულწილად ამ თავის ცხოვრების წესების, კანონების, ქრისტიანურის გასაბიერება არც სახარების კითხვა იყო, არც ლოცვები იცოდნენ, არც დილას აღმოსლოცვები მით უმეტეს, არც სავალდებულოდ შაბათ-კვირას პირველ ლოცვას დასება და შესაულებზე წმინდა ზიარების მიღება. აი, როდესაც ეს ყველაფერი სიმდიდრე ღვთის მადლის გამრავლებისა ქვეყანაზე იმარტოხებისგან განთავისუფლდა, აი ეგ ეს წესი ბევრი ნათლის, ორზე მეტი, 3, 4, 6, 7 ნათლის ეს ამი ცდომილი ესეთი ტრადიციის, არაქრისტიანული ტრადიციის, არასარწმუნოების ტრადიციის უნდა შეზღუდულიყო. და აი ამ შეზღუდვაზე ესეთი ზრუნა დაგავსწრებინა სინოდმა უდიდესის პატრიარქის კურთხევით. ეს მოკლედ მოგახსენეთ, მართალია ეს წიგნი დიდი ხნის წინ გამოიცა, პატარა წიგნია. ზუსტად მე ახლა გავჯერე თქვა, ხო, 95 წელს, ხო, ეს ვთქვას 25 წლის წინ გამოცემული. დღეს უმრავლესობას არ ახსოვსებათ ეს წიგნი, ან არც უნახავს და თავის არცოდნით გამო უარყოფითად არის განწყობილი ეკლესიის მიერ და ეკლესიის გადაწყვეტილების, რომ ეს წესი აუცილებლად და სავალდებულოდ არის აღსადგენი. თითოეულ მოსავალ ბავშვს ჰყავდეს 1 ან 2 და არა მეტი ნათლია. რომ შემდგომში მათი შთამომავლები, აი სამეგრო დღე ერთიანი და სათესაო არ აღმოჩნდნენ, აი იმ შემთხვევაში სული და ხორცნათესავე აღრევისა, რაც უფრო მეტად დაბრკოლებდა შემდგომში ხალხის გამრავლებას და გამრავლების მეგობრობის და ათესავების გამრავლებას. აი ეს მინდოდა მე თქვენთვის მოახსენებინა და ვიტყოდეთ, რომ საეკლესიო კანონები ოდითგან მოყვება და ის ხელნაწერი, რომელიც მოაღწია ჩვენამდე მე-14 საუკუნის ბერძნულენოვანი, ესე იყო შემდეგ ქართულად ნათარგმნი მე-18 საუკუნის შუადღეებში. იანი სიფილინუსის მიერ და მადლობა მინდა უთხრა იმ ახალგაზრდებს, ვინც აიზარზე თავი ქართულზე გადმოიტანეს ეს ტექსტი და დავიზეს გავრცელეს ხალხში. ხალხმა უკვე დაივიწყა, უბრალოდ კი არ დაივიწყა, სიმრავლე ეკლესიის მრევლისა გაიზარდა იმდენად, რომ ის წიგნები უკვე თავიდანვე გაიყიდა და დღეს ამას ვერ ნახავთ ფერსად. ალბათ ჩვენ ვალდებული ვიქნით, რომ ხელმისაწვდომი გამოვცეთ მეტი ტირაჟით, მაგრამ არის სხვა მოლოდინი იმისა, რომ ან არ დაინტერესდებიან და არ შეიძენენ ამას, ითქვათ ეს უდლის საქმე ჩვენი არა და იმან გაარკვიოს, ან კიდე თუ აი იხსენ გაუჭირეს გარკვევა რომელნაირად სობრომელია, რომელი საფეხურია და მე აი აქ ნიჰილისტური დამოკიდებულებით უარყოფენ ყველაფერს და მაშინ ნათლობა ისის გასულდება. თუ კი ნათლობით გათვალისწინებული ეს წესი, ტრადიცია იცავს
საზოგადოებას ერს აი ამ სული და ხორცის აღრევისგან, ნუ ეს წესი დარღვევა სავალოდ მე იჩენს თავს ქვეყანას და ერს და ვიცულებელყო ეს წესი და რიგი და კანონი. დაგიმშვიდობით ღმერთთან დაგვრჩოთ.